ჩვენი სტუდენტები აღარი რანგის ეს მასპინძელი დიდი მადლობა მოგესალმებით ყველას. Shalom lekולם. მივესალმებით ჩვენ ძვირფას სტუმრებს ისრაელიდან და მთელი მსოფლიოდან. Shalom לאורחינו הנכבדים מישראל ומגיאורגיה. ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო. גבירותיי ורבותיי. დღეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მართლაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღი იწერება. היום זהו תאריך מאוד חשוב בהיסטוריה של המדינה שלנו. 60 წლიანი უმოქმედობის შემდეგ ახალ სიცოცხლეს იწყებს საქართველოს ებრაელთა მუზეუმი. לאחר כל כך הרבה שנים נפתח המוזיאון היהודי בגיאורגיה. მუზეუმმა, რომელიც ქართულ ებრაელთა სათვისტომოს ერთ-ერთი ლიდერის და საზოგადო მოღვაწის დავით ბააზოვის სახელს ატარებს, თავის დროზე დიდი როლი შეასრულა საქართველოს ებრაელთა სულიერი და მატერიალური კულტურის ძეგლთა შეგროვების და მისი פופולריזצიის საქმეში. אשר נושא את שמו של דוד בעזוב, שהוא היה מאוד חשוב ואחד מהאנשים החשובים שייסדו את היהדות בגיאורגיה. დღეს მუზეუმის აღდგენა და მისი განახლება ჩვენ გვჯერა რომ კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ქართულ-ებრაული კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას. חידוש ושחזור המוזיאון יעזור לשיתוף הפעולה התרבותי בין גיאורגיה לישראל. მე მინდა განსაკუთრებული მადლიერებით აღნიშნო, თუმცა ვიცი რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილს არ უყვარს როდესაც საუბრობენ მასზე, მაგრამ ჩვენ ვართ მოვალე რომ განსაკუთრებით აღნიშნოთ ამ მუზეუმის აღდგენა რესტავრირების საქმეში მისი ღვაწლი და როლი. ვინაიდან მთლიანად პირადად ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით აღდგა ეს მუზეუმი. ותודה למר איוונישווילי, אשר הוא לא אוהב לקבל תודות, אבל הוא בעצם בעל הרעיון והחזון ליצור את המקום הזה. სწორედ ბატონი ბიძინა ივანიშვილი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი არა მარტო ამ მუზეუმის, არამედ არაერთი ებრაული კულტურულ-რელიგიური ძეგლის აღდგენა რესტავრირება საქართველოში. בעזרתו נפתח לא רק המוזיאון הזה, אלא גם עוד כמה אתרים ומוזיאונים מאוד חשובים בגיאורגיה. და ეს კიდევ ერთი ნათელი მაგალითია და დემონსტრირება იმისა თუ რა დამოკიდებულება გვაქვს ქართველებს ებრაელი ხალხის მიმართ. וזאת עוד דוגמה שמוציאה לאור את שיתוף הפעולה והאחווה שיש בין גיאורגיה לישראל. აქვე მინდა აღნიშნო რომ წელს 2019 წელი გამოცხადებული იყო ქართულ-ებრაული ურთიერთობების და 26 საუკუნოვანი მეგობრობის საიუბილეო წლად. השנה הזאת נבחרה להיות שנת ציון היובל של 2600 של אחווה וייחוד בין העם היהודי והגיאורגי. და სწორედ ჩვენი დღევანდელი შეკრება, დღევანდელი ღონისძიება კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ ქართველი და ებრაელი ხალხის შორის მეგობრობას აქვს ძალიან მტკიცე საფუძველი. და ჩვენ ვართ მოვანილი რომ ეს ურთიერთობა შევინარჩუნო და განვამტკიცოთ. והאירוע הזה מציין שלעם היהודי והגיאורגי יש בסיס מאוד מאוד חזק של שותפות, וזה בסיס שצריך להימשך ולחזק עוד יותר עם השנים. ძვირფასო მეგობრები, ჩვენ ვიცით რომ ებრაელ ხალხს ძალიან მძიმე ისტორია აქვს. חברים יקרים, אנחנו יודעים שלעם היהודי יש היסטוריה מאוד לא קלה. მძიმე ისტორია აქვს საქართველოსაც. და ამ ორმა ერმა ისე გამოიარა საუკუნეები რომ არასოდეს უღალატია ერთმანეთისთვის. וגם כן לגיאורגיה יש עבר מאוד קשה, אבל שני העמים האלה הגיעו עד היום בלי לבגוד אחד בשני. ჩვენ ერთად გადავიტანეთ ყველა ტკივილი და გავიზიარეთ ყველა სიხარული. ביחד עברנו זמנים קשים ושמחות.
მსოფლიოში არ არსებობს ორიერი ძმობის ისეთი მაგალითი, როგორიც ქართველთა და ებრაელთა შორისაა. אין דוגמה לאחווה כמו אחוות היהודי והגאורגי. და სწორედ აქ საქართველოში გაჩნდა და დამკვიდრდა. ერთი შეხედვით იყო სრულიად შეუსაბამო, მაგრამ დღეს უკვე ყველასთვის ძალიან კარგად ნაცნობი ცნება ქართველი ებრაელი. ובדיוק כאן בגיאורגיה נוסד המושג הלא כל כך נפוץ בעולם אבל נפוץ פה, שזה מושג גיאורגי יהודי. მე მინდა მადლიერებით აღნიშნო, რომ ებრაელები ყოველთვის აქტიურად მონაწილეობდნენ ჩვენი ქვეყნის, ისევ მათი მეორე სამშობლოს აღშენებლობაში და ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. ისინი ქმნიდნენ ძალიან და იზიარებდნენ ქართულ კულტურას, ემსახურებდნენ საქართველოს, მაგრამ არასოდეს დაუკარგავთ საკუთარი თვითყოფადობა. אני רוצה לציין בתודות רבות שהגיאורגים תמיד עזרו, שהיהודים תמיד עזרו לגיאורגים, אם זה במדיניות ואם זה לעם, אבל מעולם לא איבדו את השייכות שלהם לעם היהודי ולדת היהודית. ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ძვირფასი ძმები, ებრაელები, არასოდეს დამდგარან არჩევანის წინაშე. და სწორედ ამიტომაც ასე ორგანულად შეერწყნენ ჩვენს ხალხს და გარემოს. და ეს მეგობრობა არის ფასდაუდებელი. במדינתנו יהודים מעולם לא היו תחת בחירה ותחת כלשהו שליטה של דת, ולכן האחווה שלנו היא מאוד חזקה. ჩემთვის პირადად როგორც რიგითი ქართველისთვის არის ძალიან სასიხარულო, რომ ამ მეგობრობას და სიყვარულს მრავალი წლის საქართველოსთან წასული ებრაელები წინახავენ და ურთქილდებიან მას. ובשבילי בתור גיאורגי זאת גאווה גדולה מאוד לצפות ביהודים ולראות איך הם יהדות גיאורגיה מתקדמת בארץ וחוזרים לפה אחרי כל כך הרבה שנים. ჩვენი ურთიერთობის, ჩვენი მეგობრობის ურთიერთდაცვის, ურთიერთთანადგომის ტრადიციამ გამოიარა საუკუნეები და დღემდე მოაღწია. שיתוף הפעולה שלנו והלחימה שלנו ביחד בכל האחרים באה ביחד כבר הרבה מאוד שנים. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ძმობა მტკიცე და ურყევი დარჩება ყოველთვის. და მთავარი მიზეზი არის ის, რომ ჩვენ ერთმანეთს ყოველთვის ვესაუბრებოდით და ვესაუბრებით არა გონებით, არამედ გული და სიყვარულით. והאחווה שלנו תימשך עוד הרבה מאוד שנים, ואני חושב שהסיבה העיקרית לזה שאנחנו מדברים אחד לשני לא מהמוח אלא מהלב. მე ზემოთ ვისაუბრე საქართველოსთან წასულ ებრაელებზე, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მათმა შთამომავლობა შეინარჩუნოს და გაიზიაროს მათი მშობლების სიყვარული საქართველოს და ქართველების მიმართ. და ეს მუზეუმი სწორედ ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. אנחנו דיברנו על העלייה הגיאורגית לישראל, ואנחנו עושים הכל בשביל שהילדים והנכדים של כל הגיאורגים שעלו לארץ יאהבו וילמדו על גיאורגיה ולא יאבדו את המקור שלהם, ובדיוק בגלל זה נפתח המוזיאון הזה. და ბოლოს მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს მთავრობა ჩვენი სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენ შორის არსებული მეგობრობა და ძმობა კიდევ უფრო გამტკიცდეს და განვითარდეს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ואני רוצה לומר שהממשלה תעשה הכל בשביל להמשיך את שיתוף הפעולה הישראלי והגיאורגי. მოგესალმებით და მოგილოცავთ დღევანდელ დღეს. ეს დღე ჩვენთვის שלום לכם, אני רוצה לברך אתכם על היום הזה. ძალიან ძვირფასი დღეა. უპრეცედენტო ისტორია გააჩნია ორ უძველეს ერს 26 საუკუნის თანაცხოვრების, მეგობრული თანაცხოვრების 26 საუკუნე გაგვაჩნია ორ უძველეს ერს. 26 საუკუნე კულტურული თანაარსებობა მოგეხსენებათ რა არის დღევანდელი სოფლიო კულტურისათვის. אני לא צריך להזכיר לכם מה זה אומר 26 מאות של אחווה ושל שותפות ולחיות ביחד בתרבות המודרנית של היום. მე მინდა ხაზი გაუსვა ჩვენი მეგობრების ებრაელების უდიდეს ნიჭიერებას, რომლითაც ისინი მთელ მსოფლიოს აოცებენ. ყველაზე კარგად მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს და ქართულ ებრაელებს შეიძლება არ ქონდათ მსოფლიო მასშტაბის ბევრი გამოგონება და საოცრებები, მაგრამ ყველაზე მეტად საქართველოში მჟავანდებათ უგნებავთ მათი ნიჭიერება 26 საუკუნის განმავლობაში. ובמשך 2600 שנה הכישרון היהודי הוא היה מובהק יותר בגיאורגיה מאשר בעמים אחרים. საქართველოში ცხოვრების განმავლობაში და დღესაც ვერ ნახავთ ქართველ ებრაელს,
რომელმაც ისევე არ იცის ქართული კულტურა და ქართული ენა და ქართული წესჩვეულებები, როგორც ნებისმიერმა ქართველმა. היום לא תמצאו אף יהודי גיאורגי שלא מכיר את השפה ואת המסורת הגיאורגית כמו כל גיאורגי רגיל. ვერცად სოფლიოში ვერ ნახავთ ამავდროულად, რომ ებრაელებს ესე პირწმინდა დაეცვა საკუთარი კულტურა და შემოენახა ის. ובשום מקום בעולם העם היהודי לא יכל לשמור על התרבות ועל הדת שלו כמו בגיאורגיה. ქართველი ერის წარმატებასაც რომ გაუსვათ ხაზი ამავდროულად, შეიძლება ვერცად ვერ ნახოთ საუკუნისინ ებრაელების מוזיאומი იმ სახელმწიფოში, სადაც ისინი თან არსებობდნენ. וכמובן ההצלחה הגיאורגית, מה שאומר שלפני בערך כמאה בשום מקום לא הייתם יכולים לראות מוזיאון יהודי בתוך עיר שמחוץ לארץ ישראל. וმინდა ხაზი გაუსვა. სალოცავები, რომელიც მრავლად იყო საქართველოში და არსებობს დღესაც სინაგოგები, ესევე ახერხებდნენ ებრაელები სოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ქონებოდათ, მაგრამ მუზეუმები და მუზეუმი ეს იშვიათი და უნიკალური შემთხვევაა. ეს არის ზუსტად ხაზის გამსმელი იმისა, რომ ეს ერი ბევრს აკეთებდა ამ ქვეყანაში საერთო ქვეყნის კულტურისათვის და მუზეუმის დაარსებაც ხაზის გამსმელია იმისა, რომ ეს ერი თავის საკუთარ სამშობლოში ლაღად გრძნობდა თავს და ინახავდა თავის קולטורას და ამრავლებდა მას. ואני לא מדבר על בתי כנסת שהיה ליהודים גם בגיאורגיה כמו בכל העולם, אלא אני מדבר על מוזיאונים. מוזיאונים שלא, זה היה בלתי אפשרי לפתוח בכל מקום, ובגיאורגיה זה כן קרה וכן נפתח, מה שאומר שליהודים היה חופש ביטוי חופשי לגמרי בתוך מדינתם, בתוך מולדתם, גיאורגיה. შეიძლება პატარა მუზეუმი, მაგრამ ეს არის დიდი ბეჭედი იმისა 26 საუკუნის განმავლობაში როგორი მეგობრობა ჰქონდა ორებს. პატარა მუზეუმი ამის ბეჭედი შეიძლება გახდეს დღეს. დიდი მადლობა. זהו מוזיאון קטן, אבל חותמת גדולה ל-2600 שנות של אחווה, שיתוף פעולה ואהבה גדולה שיש בין יהודים וגיאורגים. ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით და გილოცავთ დღევანდელ დღეს ყველას. גבירותיי ורבותיי, אני מברכת את כולכם ועל היום הזה שאנחנו נפגשנו פה היום. ამასობაში მე სტუმრებს მასპინძლების სახელით ვერ გესალმებით, იმიტომ რომ ძალიან მიჭირს დღეს გავარკვიო ვინ არის აქ სტუმარი. მე მგონი ყველა მასპინძლები ვართ. אני לא יכול לברך אתכם כמארח ואורחים, כי קשה להבין פה מי בדיוק המארח ומי האורחים, נראה לי כולנו פה מארחים היום. ეს არის მართლაც უნიკალური მოვლენა ორ ხალხს შორის. ამდენი საუკუნის განმავლობაში ასეთი ურთიერთობა და ყველას ულოცავ მე ამას. მე გთავაზობთ რომ ეს ზეიმი არ შემოიფარგლოს რომელიმე წლით. მოდი მთელი დარჩენილი საუკუნე ვიზეიმოთ 26 საუკუნის მეგობრობა და მერე გადავიდეთ 27 საუკუნის მეგობრობის აღნიშვნას. ყოველი დღე იყოს ზეიმი ჩვენ შორის ურთიერთობებში. שהחגיגות שלנו יהיו מדי יום ויום. ეს არის ძველი სინაგოგის 1887 წლის კედლის ფრაგმენტი და უნდა მოგახსენოთ რომ ამ მიკროუბანში იყო ორი სინაგოგა. ერთი სინაგოგა ის გახლავთ ეხლა სამეფო თეატრად წოდებული 1877 წელს აშენებდა 10 წლის შემდეგ.